ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ მეუნარგია, პროექტი უკვე 4 წელიწადია ეთერშია და 4 წლის განმავლობაში ჩვენ თანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. დღეს 2016 წლის ბოლო გადაცემაა და მათთან ერთად შევაჯამებთ წლევანდელ წელს და ახლა სატელეფონო ხაზია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე. ეკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ ხართ? მადლობა. ისეთი საახალწლო განწყობა და თან უკვე თქვენს მოისმინეთ, რომ შემაჯამებელი ეთერია და სიამოვნებით უპირველეს ყოვლისა მინდა რომ თქვენთან ერთად დავიწყო წლევანდელი წლის შეჯამება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ვილოცავ მთელ თქვენს გუნდს და მინდა მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები გისურვოთ 2017 წელს და ეკა, როგორი იყო 2016 წელიწადი? მოდი შევაჯამოთ ერთად. პირველ რიგში მეც გილოცავთ, აღნიშნავ, რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გქონდა თქვენს, ასე ვთქვათ, რადიო გადაცემასთან და ყოველთვის ცდილობდით თქვენს და ჩვენს, ასე ვთქვათ, მაყურებლებს მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებს გეგმავს და ახორციელებს განათლების სამინისტრო ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ამისთვის პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გისურვოთ 2017 წელს წარმატებული, ასე ვთქვათ, რადიო ეთერი. დიდი მადლობა. დიახ. რაც შეეხება 2016 წელს, რა თქმა უნდა, რიგი ღონისძიებები, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტრომ და კერძოდ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელდა, რაც მინდა აღვნიშნო, რომ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, რომ მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც არსებობს განათლების სისტემაში და აფასებს და ადგენს საგანმანათლებლო საჭიროებას, ეს გუნდი ვიმუშავეთ ამ გუნდის გაძლიერებაზე, შეფასების ტესტებზე, ასევე მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ დავიწყეთ ქართული შეშტური ენის განვითარება და ამ მიმართულებით პირველი და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის შევქმნით, ველში მოვიძიეთ, ასე ვთქვათ, ახალი შესწრები, რომელიც ასე ვთქვათ, ავსახეთ ვებგვერდზე და რომლის გამოყენების საშუალება უკვე აქვს საჯარო სკოლას, უშუალოდ 202 და 45, რომელიც იყენებს შესწრებს და ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ენა განვითარდეს და 2017 წელს ასევე ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ შეიმუშავდა ალტერნატიული სასწავლო გეგმა. ალტერნატიული სასწავლო გეგმა შევიმუშავეთ მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის. როგორც იცით, არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, ვიცით, რომ არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სწორედ მესამე დღეს შეგვიძლია შევთავაზოთ მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებს ალტერნატიული სასწავლო გეგმა, რომელიც ასევე დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და სწორედ 2017 წლის იანვრიდან დავიწყებთ პილოტირებას უკვე ალტერნატიული სასწავლო გეგმის, რომელიც პილოტირების შემდეგ უკვე დამტკიცდება. ასევე მონიტორინგი განმახორციელეთ 300-მდე საჯარო სკოლაში, იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზები, ეს იყო ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, თუნდაც დამოკიდებულება და ასე შემდეგ და უგუნთ ყველა საჯარო სკოლას გაუგზავნეთ რეკომენდაციები, მონიტორინგის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მივაწოდეთ, ასე ვთქვათ, ყველა საჯარო სკოლას საქართველოში. და მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს განათლების სამინისტრომ მუშაობს და დაიწყო ფიქრი და ქმედითი ნაბიჯების გადაგმა ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ადამიანების თან მიმართებაში. პირველი გადადგმული ნაბიჯი ეს არიან ბავშვები, რომლებიც არიან ეგრეთ წოდებული მსაფარი ბავშვები და დღეს უკვე 80-მდე მოსწავლე ჩართულია, რომლებიც დღის ცენტრებში, ასე ვთქვათ, დღის ცენტრებში დადიან ამ მოსწავლეებთან
ბავშვებთან, ამ ბავშვებთან იმუშავეთ, როგორც ცენტრებში, ეს არის ტრანზიტული პროგრამა და ხელს უწყობთ მათ ტრანზიციას დღის ცენტრებიდან სკოლებში და რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უშუალოდ იმ სკოლებში, სადაც ბავშვები ირიცხებიან, სკოლების გაძლიერება ხდება ამ მიმართულებით, როგორც მასწავლებლების, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით, მშობლებში, მასწავლებლებში, ადმინისტრაციაშიც და ბავშვებში. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს და დიდი მადლობა ესეთი აქტიური თანამშრომლობისთვის. სატელეფონო ხაზზე იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკათ გებუაძე. მე როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, პროექტი უკვე 4 წელიწადია ეთერში და ჩვენ თანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ახლა სატელეფონო ხაზია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ქალბატონი მაია ბუჩუკური. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. ქალბატონო მაია, მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი თქვენ და მთელს თქვენს გუნდს. ქალბატონო მაია, ჩვენ ამ წლების განმავლობაში თანამშრომლობთ, რადგან დღევანდელი ეთერი არის შემაჯამებელი ეთერი, მინდა რომ ერთად შევაჯამოთ ეს წელი, 2016 წელი. დიდი მადლობა, მოგესალმებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის სახელით და მოგილოცოთ დამდეგ 2016. დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა. რაც შეეხება 2016 წლის შედეგების შეჯამებას, ბავშვის ზრუნვის და სოციალური რეაბილიტაციის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამით გაწერილი ამოცანები აქტიურად სრულად შესრულებული არის. ამ პროგრამის ფარგლებში არის სხვადასხვა პროგრამები, ეს არის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ეს არის დღის ცენტრები, ადრეული განვითარების პროგრამა, ბავშვთა რეაბილიტაცია, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მცირე საოჯახო ტიპის სახლები, სათემო ორგანიზაციები და კიდევ სხვა მრავალი პროგრამა. გაზრდილი იყო 2016 წლის განმავლობაში, გაზრდილი იყო პროგრამის თითოეული პროგრამის ბიუჯეტი და ასევე ხელმისაწვდომობა როგორც ინფორმაციული, ისე გეოგრაფიული კუთხით. დაემატა ასევე სხვადასხვა მიმართულებები, მაგალითად მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურება, რაც ითვალისწინებს სპეციალიზებული დაწესებულებებიდან, მაგალითად უკვე გადავუყენეთ ჩვილბავშვთა სახლი და რამდენიმე ბენეფიციარი და მათზე იქნება საოჯახო ზრუნვა განხორციელებული. 2017 წლისთვის გვაქვს კიდევ ახალი გეგმები, რომელთა შესრულებასაც დარწმუნებული ვარ შევძლებთ ჩვენი რეგიონული და რაიონული ცენტრების, პარტნიორების, სერვისების განმახორციელებელთა და თავის ბენეფიციართა დახმარებით და აქტიური ჩართულობით. კარგი, დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. სატელეფონო ხაზზე იყო მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მაია ბუჩუკური. როგორც აღვნიშნე, ჩვენ წლებია თანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებამ გაააქტიურა სახელმწიფო სტრუქტურები და ახლა სატელეფონო ხაზზე არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის წევრი ანა არგანაშვილი. მოგესალმებით ანა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჯართვისთვის ანა, წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დღეს შემაჯამებელი ეთერია და მოდით ერთად შევაჯამოთ 2016 წელიწადი. კი ბატონო, შევაჯამოთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წელი იყო. განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით, ვინაიდან პრინციპში ამ წელს პირველად მოხდა ის, რომ დაიწყო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის განხორციელება. ეს შეიძლება ჯერ კიდევ არ არის საგრძნობი კონკრეტული ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ საგრძნობია ჩვენთვის არასამთავრობო სექტორის იმ კუთხით, რომ დაიწყო სახელმწიფო ფიქრი სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებაზე. ანუ აქამდე
შეზღუდული შემდგომი პირთა უფლებების დაცვა უფრო სპონტანური პროცესი იყო, მაგალითად ყოფნიდათ, როდესაც თქვათ ახალი დღეებში მიუტანდნენ ერთ ეტლს, ხო? ეხლა ეს შეიცვალა და მაგალითად გეტყვით და რადიომსმენელს მინდა იცოდეს, რომ ძალიან სერიოზული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც იქნება მაკოორდინირებელი კონვენციის განხორციელებისა. ამაში ჩართულია გაეროს განვითარების სააგენტო, ჩამოყვანილი ყავდა ნამდვილად ძალიან კვალიფიციური ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან და მათ პირველად შეიმუშავეს ჩვენთვის ისეთი სტრუქტურა, დებულება და მუშაობის კონცეფცია, რომელიც ამჟამად უნდა ჰქონდეს ამ ინსტიტუციას. მაგალითად, საქმე რა შეიწინა წლებში, მაგალითად, ჩვენს კი არასამთავრობო სექტორს ჰქონდა ცოტა დამახინჯებული შეხედულება, რაც ნიშნავდა კონვენციის განხორციელება. მაგალითად, გვეგონა, რომ უნდა ყოფილიყავით ყველა რაღაც საბჭოს პრემიერ-მინისტრ არსებულ საბჭოს და ასე შემდეგ. არა, ეს ყველაფერი არასწორია, იმიტომ რომ კონვენცია ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ოფიციალური უწყებები და სტრუქტურები და ინსტიტუციები, რომელიც კანონმდებლობის დონეზეა გაწერილი და იქ არის ისეთი მნიშვნელოვანი დებულებები, როგორც არის ინტერესთა კონფლიქტის თავის არიდება, მავალდებულებელი აქტების შემუშავება, გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ანუ ვფიქრობ, რომ ერთი საფეხურით მაღლა ავედით იმ კუთხით, რომ დავიწყეთ უკვე კარგ ინსტიტუციებზე და კარგ სტრუქტურულ უწყებებზე ფიქრი, სპონტანური ქმედებებიდან გადავდივართ უფრო ისეთ ქმედებებზე, რომელიც არის კანონმდებლობით შემოწმებადი, მონიტორინგს ექვემდებარება და ელემენტარულად სასამართლოს შეგვიძლია წავიდეთ. და მეორე მიღწევას ვიტყოდეთ, რომ განსაკუთრებით გააქტიურდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კანონი, ცისფრენსის ყველა ფორმის აღმოფხვრა შესახებ კანონის მოქმედება და სასამართლოში მინიმუმ 5-7 წარმატებული საქმე მოვიგეთ ჩვენ და სხვა ორგანიზაციებმა. ანუ სასამართლომ პირველად თქვა ფაქტობრივად, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის საფუძველი. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ მომიცით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მავალდებულებელია, ანუ ის რომ არ ახსოვდეს, ეს არის ცალკე დანაშაული და კანონის დარღვევა. ამიტომ ვფიქრობ, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავედით, ანუ მხოლოდ სიტყვა აღარ არის, ახლა უკვე ხელში გვიჭირავს სასრულებლად სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებების შეზღუდული შემსხვერპლი პირთა უფლებების დაცვის მიზნით. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე გისურვებთ წარმატებებს და იმედი დავიტოვოთ, რომ 2017 წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სატელეფონო ხაზზე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის წევრი ანა არგანაშვილი. ჩემს საეთერო დრო უკვე იწურება, მაგრამ მე მეორე ბლოკში რასაკვირველია დაგიბრუნდებით. ჩვენ სატელეფონო ჩართვები გველოდება პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანთან რევაზ რევაზიშვილთან. იცით უკვე ყველამ, რომ წლევანდელი წელი პარაოლიმპიური კომიტეტისთვის და პარასპორტსმენებისთვის ძალიან წარმატებული იყო. ბატონი რევაზი ამის შესახებ ისაუბრებს, გარდა ამისა ჩვენ გველოდება სატელეფონო ჩართვები რეგიონებთან, ასე რომ დარჩით ჩემთან. ახლა კი რეკლამის დროა, მე ძალიან მალე ბრუნდებით. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ჩვენ აქ ვართ. დღეს ამ წლის შემაჯამებელი ეთერია. გადაცემის პირველ ნაწილში სატელეფონო ხაზზე იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკად გებუაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ჩაგვერთო მაია ბუჩუკური, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წევრი ანა არგანაშვილი და მათთან ერთად შევაჯამეთ 2016 წელი. მე უკვე აღვნიშნე, რომ რასაკვირველია სახელმწიფო სტრუქტურები გააქტიურა არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებამ. ახლა კი სატელეფონო ხაზზეა პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რევაზ რევაზიშვილი. ბატონ რეზო, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩართვისთვის. 2016 წელი პარაოლიმპიური კომიტეტისთვის, პარასპორტსმენებისთვის ზოგადად წარმატებული წელი იყო. მინდა წინასწარ ყველას მოგილოცოთ, დამდეგი 2017 გისურვოთ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები და ძალიან ბევრი ოქრო. ბატონო რეზო, მინდა შევაჯამოთ ერთად 2016 წელი.
დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. 2016 წელი ძალიან წარმატებული წელი იყო პარაოლიმპიური მოძრაობისთვის, შემიძლია მითქვა საქართველოში. იმის გარდა რომ 5 ლიცენზია იყო მოპოვებული ზაფხულის რიოს პარაოლიმპიურ თამაშებში, ამის გარდა იყო ყველაზე დიდი მიღწევა, რაც მოხდა ზვიად კოგოჭურმა, სინათლო ჯუდოისტმა, მოიპოვა ოქროს медаლი, რაც საქართველოს ისტორიაში ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო რაღაცა პერიოდის, რაღაცა დროის წინ, რაღაცა პერიოდის წინ. დღეს უკვე საკმაოდ განვითარებულია პარაოლიმპიური მოძრაობა, დაახლოებით 200-მდე პარასპორტსმენია ჩართული 11 სპორტის სახეობა, განვითარებული მე-12-ს დავიწყეთ უკაცრავად დამავიწყდა მეთქვა, ეს არის პარაკალათბურთი, ეთნიკ მოსარგებლობითი კარატბურთი. 5 ლიცენზია პარაოლიმპიური მოძრაობისთვის ძალიან ბევრი მიღწევა იყო, ძალიან დიდი მიღწევას ნიშნავს საქართველოს ისტორიაში. წარმოუდგენელი იყო 2-3 წლის წინ თქვათ, რომ გვეთქვა, რომ ამდენი სპორტსმენი, ამდენი სპორტია, ძნელად ვითარდებოდა პარაოლიმპიური მოძრაობა, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვა, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სამინისტროდან სპორტის, სახელმწიფოსგან, ყველასგან საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს. ამიტომ სწრაფად ვითარდება და შესაბამისად უფრო და უფრო მეტი მიღწევები გვექნება, რა თქმა უნდა, და უფრო და მეტი წარმატება გვექნება. შემიძლია ვთქვა, რომ 2016 წელი ეს იყო ძალიან დიდი მიღწევების წელი პარაოლიმპიური მოძრაობისთვის და ბოლოს ახლა დავამატებ ახალი ამბავი აბსოლუტურად პირველად მოხდება საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობის განვითარება, VTB ბანკმა ასე ვთქვათ, ეტლები შეუძინა, ჯერ არ შეგვიძენია, მაგრამ თანხა გადარიცხულია დაახლოებით ერთ თვეში მზადდება და ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება ეტლი თხილამურის ეტლი, რომელიც თხილამურზე მდგომი ეტლი, რომელიც ტრაპ დაშვებისთვის და ანუ ახალი სპორტის სახეობა ვითარდება ზამთრის პარაოლიმპიურ მოძრაობაში საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ძალიან კარგი და მოდით მაინც გაგვანდეთ, რას აპირებთ 2017-ში და როგორი იქნება მომავალი წელი ზოგადად ქართველი პარასპორტსმენებისთვის. დიდი სიამოვნებით 2017 წელი ეს არის ახალი, ასე ვთქვათ, ციკლის დაწყების წელი, ეს არის 4-წლიანი ციკლი, პარაოლიმპიური ციკლი, რომელიც იწყება მზადებით და შემდგომში თავდება თვითონ პარაოლიმპიური თამაშებით, რომელიც 2020 წელს გაიმართება ტოკიოში. 2017 წელი არის ამ ციკლის დაწყების წელი, შესაბამისად დაახლოებით 11 სპორტის სახეობაში, რაც ვთქვით, ამ სპორტის სახეობაში ჩაერთვებიან ყოველი წარმატებულები საერთაშორისო ტურნირებში და ასე ვთქვათ, იწყება დიდი ბრძოლა ლიცენზიების მოპოვებისთვის, წარმატებისთვის, რომ შემდგომში მოიპოვონ უფლება ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. აქედან გამომდინარე, მომავალი ციკლი, მომავალი წელი მნიშვნელოვანია, შესაბამისად ხელს გვიწყობს საკმაოდ შემიძლია ვთქვა მხარდაჭერა აქვს სპორტის სამინისტროსგან, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ყველასგან, პარლამენტისგან შემიძლია ვთქვა სპორტის კომიტეტმა პირველი შეკრება გამართა სპორტის კომიტეტმა, პარაოლიმპიური უკაცრავად პარლამენტის სპორტის კომიტეტმა და პარაოლიმპიური მოძრაობის განხილვა მოხდა პირველივე სხდომაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მისი ასე ვთქვათ მიღწევები, რა აკლია, რაში უნდა შეგვიწყო ხელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი რეკომენდაცია დაიწერა. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით ყველანაირ ხელს შევუწყოთ ამ წარმატებულ პარასპორტსმენებს და რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ სერიოზული წინსვლა გვექნება 2017 წელს. ძალიან კარგი, ბატონ რეზო, გისურვებთ წარმატებებს და ისევ და ისევ წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი მთელს პარაოლიმპიურ კომიტეტს და პარასპორტსმენებს გილოცავთ. წარმატებული წელიწადი ყოფილიყოს 2017. დიდი მადლობა, მე გილოცავ დამდეგ ახალ წელს და წარმატების წელი ყოფილიყოს ყველასთვის. დიდი მადლობა. სატელეფონო ხაზზე იყო პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რევაზ
რევაზიშვილი. როდესაც შეზღუდულ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა არის თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები რეგიონში. მინდა გითხრათ, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონში და ისინი ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ და რომ არა ისინი ალბათ ძალიან რთული იქნებოდა ამ ადამიანების ყოფა. როგორც უკვე გითხარით, ეს შემაჯამებელი ეთერია და ახლა სატელეფონო ხაზზეა კახეთი, კონკრეტულად კი სიღნაღი, თემი კედელის დამფუძნებელი ლალი ხანდოლიშვილი გვერდება. მოგესალმებით, ქალბატონ ლალი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ჯართვისთვის, წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მინდა ერთად შევაჯამოთ 2016 წელიწადი. დიახ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის და უპირველესად თქვენს პროექტ ასეთი აქტიური და საინტერესო გადაცემებისთვის არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადეთ. შევაჯამოთ დიდი სიამოვნებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელად ვართ, კარგად ვართ, გავიზარდეთ და ბევრად უფრო სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მნიშვნელოვანესი რაც მოხდა წლევანდელ წელს 2016 წელს ეს არის აი რეფორმა ანა ლაპარაკობდა უკვე არგანაშვილებს თქვენს ეთერში ქმედუნარობის სტატუსის აღდგენა მოხდა, რაც არის უმნიშვნელოვანესი რამ. სწორედ პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ორგანიზაციებს დაგვეხმარნენ აი ამ სტატუსის აღდგენაში. პირველად ჩვენმა მაცხოვრებლებმა ისარგებლეს მხარდამჭერით, თვითონ აირჩიეს თავის სურვილის და მიხედვით და რაც ყველაზე ძალიან უხარიათ ჩვენებს ეს არის რომ რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მათ შეუძლია თავიანთი სურვილისამებრ განკარგონ თავიანთი ფინანსები, თავიანთი ცხოვრება და ეს ალბათ ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს აი ამ მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს 2016 წლის. კიდევ რა მოხდა? ბევრი რამ მოხდა, ძალიან აქტიური ცხოვრობით ცხოვრობთ, რაც ყველაზე კარგი და გასახარებელია ჩვენ დავიწყეთ 2016 წელს ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, ეს იქნება მცირე საოჯახო ტიპის სახლი მხოლოდ ბავშვებისთვის და არადასრულებისთვის. მოგესალმებით, ჩვენთან ცხოვრობდნენ აქამდე მხოლოდ დასრულებები და 2017 წლის ბოლოს ალბათ კიდევ გვექნება საშუალება თქვენი ეთერის საშუალებით გადახაროთ იმით, რომ ჩვენ უკვე გვეყოლებიან ახალი მაცხოვრებლები აი ამ საცხოვრებელში. რა მოხდა კიდევ ჩვენთან არსებული სოციალური საწარმო გვაქვს, სახელოსნოები, ეს არის თერაპიულიც და აქვს ესეთი დატვირთვა სოციალური, გაძლიერდა, ბევრად უფრო მეტი პროდუქციის შექმნას ვახერხებთ და გვაქვს მცირე შემოსავლები. ძალიან კარგად იმუშავა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენს თემში არსებულმა ანსამბლმა კედელმა, რომელმაც შვენიერი წარმატებული კონცერტი ჩაატარა ადერაიამ დეკემბრის თვეში კახაბენდუქის თავისუფალი კამპუსის თეატრში და მეორე კონცერტი ჰქონდა სიღნაღის თეატრის სცენაზე, სადაც ჩვენ მიმღერეთ არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ჯანმრთელი საზოგადოებისთვის მოწვეული ყვავდნენ თითქმის ყველა ადამიანი მაცხოვრებელი სიღნაღის რეგიონში, ეგრეთ წოდებული შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი და ასევე თბილისში კახაბენდუქის თავისუფალ კამპუსის თეატრში ყვავდა თითქმის ყველა ორგანიზაცია, მსგავსი ჩვენი მეგობარი ორგანიზაციისა. რა კიდევ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ სტერეოტიპების შეცვლაზე, ჩვენი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის წარმოჩინებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოხდა ამ წელში, სწორედ აი ამ ანსამბლს აქვს მიწევა ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში. მომავალ წელს სექტემბერში ვგეგმავთ საკონცერტო ტურნეს, ასე ვთქვათ, გერმანიის, ბელგიის და ჰოლანდიის სხვადასხვა ორგანიზაციებში და სცენებზე. აი ეს არის გისურვებთ წარმატებებს, ძალიან კარგი და 2017 წელი კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყოს თქვენთვის. სატელეფონო ხაზზე იყო თემი კედელის დამფუძნებელი. მადლობა. ჩვენი და ჩვენი შვილების დიდი მადლობა. ეს იყო ლალი ხანდოლიშვილი. ახლა კი სატელეფონო ხაზზე აჭარა, კონკრეტულად კი ბათუმი, არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის დამფუძნებელი რამინ მაჭარაშვილი. ბატონო რამინ, მოგესალმებით.
დიდი მადლობა ჩართვისთვის ბატონ რამინ წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი თქვენს ორგანიზაციას ყველა ბათუმელს და მინდა გისურვოთ რასაკვირველია წარმატებები და რადგან ეს 2016 წლის ბოლო შემაჯამებელი ეთერია მოდით ერთად შევაჯამოთ როგორი იყო 2016 წელი თქვენთვის თქვენი ორგანიზაციისთვის პირველი კიდევ ერთხელ მადლობა გიხდით საერთოდ მიულოცავ დამდეგ ახალ წელს საქართველოს თქვენ პირადად რადიო იმეც ამ საკითხის აქტუალური გაშუქებისთვის და რომ შევაჯამოთ მოკლედ ეს წელი ანუ ბევრი სიახლე იყო ზოგადად აჭარის რეგიონში ამ კუთხით თუნდაც ჩვენი ორგანიზაცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს ატარებს ხოლმე და საინფორმაციო შეხვედრები გვაქვს ტრენინგები გვაქვს შუშურობით საკითხებზე და ვცდილობთ რომ ეს ინფორმაცია გავავრცელოთ მაგრამ შენ რეგიონებში რადგან იქ ზოგადად ინფორმაციის ნაკლებობაა და განსაკუთრებით შუშუმოპირებთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი როგორც შუშუმოპირებისთვის ისე ხათ მისი ოჯახის წევრებისთვის აგრეთვე ის მინდა აღნიშნო რომ დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ქალაქ ბათუმის მერიასთან შეიქმნას მრჩეველთა საბჭო შუშუმობითა საკითხებზე რომელიც იმუშავებს და კონკრეტულ საკითხებს რეკომენდაციას მიაწოდებს ბათუმის მერიას მერს პირადად თუ რა უნდა საკითხებს მიკუთხეთ რომ გაუმჯობესდეს შუშუმობითა ზოგადად მდგომარეობა ქალაქ ბათუმში თუნდაც ინფრასტრუქტურული მოწესრიგე თქვა როგორი უნდა იყოს ქალაქში და ასე შემდეგ აგრეთვე დადებითი შედეგია ის რომ ქალაქ ბათუმში გვაქვს პატარ თავისუფალი სივრცე სადაც შუშუმოპირებს შეუძლიათ მოვიდნენ შეხვედრები ჩაატარონ თავისუფლად უფასოდ ადაპტირებული და ხელმისაწვდომია ყველა შეზღუდული შესაძლებლობისთვის სადაც აგრეთვე ადგილზე პატარა კაფეებს და ანუ მოკლედ თუ ყველასთვის უფასოა ტრენინგის ჩატარება იქნება თუ რამე ღონისძიება იქნება და ეს დადებითი მოვლენა იკუთვნის რომ ზოგადად შუშუმოპირებისთვის თავშეყრის ადგილი არ იყო ბათუმში ადაპტირებული სადაც დაუმკვირებლად შესაძლებელი შესვლა და მინდა აღნიშნო რომ ეს თქმა უნდა დიდი მიღწევაა და ამაში თქვა ჩვენს მოხალისეებს რომლებიც ეხმარებოდნენ ამ წინსის რემონტში აგრეთვე ორგანიზაციებს ვიხმარებ მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ თქვენი ასე ვთქვათ რადიოინგრიდით და ავჩენ ვცდილობთ რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური ვატარებთ ტრენინგებს შეხვედრებს სემინარებს მათ შორის მუნიციპალიტეტის ორგანოებთანაც გამგებლებთან გამგეობის წევრებთანაც და რამდენიმე მინდა აღნიშნო ოჯახის რომ ანუ არჩევნებთან დაკავშირებითაც ანუ ვცდილობთ რომ საარჩევნო უფლებებზე სპეციალურად ამ დროისთვის ვატარებთ ხოლმე ტრენინგებს და სემინარებს და მოუწოდებთ შუშუმოპირებს რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში რაც მნიშვნელოვანია და ოჯახის დავამატებ რომ ანუ სასამართლოში ვცდილობთ მათი უფლებები დაცვას ნუ ახლა რა თქმა უნდა მან ანა ორგანიზაციული იყო ჩასული და მათთან შედარებით ჩვენ რა უნდა დიპრევერდები მაგრამ ვცდილობთ ხოლმე ეს თასკოვტი პროცესი და ნახოთ ანუ ვცდილობთ რომ ყველა კუთხით დავიცვათ მათი უფლებები და წარმოვაჩინოთ მათი შესაძლებლობები ძალიან კარგი. ახლა იყო მოდების ჩანება. და შუშუმოპირებმა მიიღეს მონაწილეობა და ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს ეს მოდების ჩანება და მადლობა კიდევ ერთხელ მათ
და რა ვიცი, ციგავთან ცხოვრების ყველა სფეროში ძალიან კარგი. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ბატონო რამინ, ისევ და ისევ მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და დარწმუნებული ვარ რომ 2017 წელი კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული წელი იქნება. სატელეფონო ხაზზე იყო ბათუმი არასამთავრობო ორგანიზაციის ცვლილებების თანაბარი უფლებებისთვის დამფუძნებელი რამინ მაჭარაშვილი. სამწუხაროდ ჩემი საეთერო დრო წელს უკვე იწურება. წლევანდელი წელი აი ამით დავასრულეთ. მე გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე რომ ეს პროექტი უკვე 4 წელიწადია ეთერში და ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში თანამშრომლობ და მინდა გითხრათ რომ წარმატებული თანამშრომლობა იყო ნამდვილად როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რაც შეეხება 2016 წელს, ნამდვილად შეგვიძლია აღვნიშნოთ და დავაფიქსიროთ რომ ყინული დაიძრა და 2016 წელს კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდა ნებისმიერი მიმართულებით ვიდრე გასულ წლებში და 2017 წელი კიდევ და კიდევ უფრო უკეთესი იქნება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ არასამთავრობო სექტორის გააქტიურებამ, გაძლიერებამ გააქტიურა სახელმწიფო სტრუქტურები. მე წელს ამით გემშვიდობები ყველას მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი 2017 წელი და ყოფილიყოს წარმატებული წელი. აბა დროებით, ერთ წელიწადში შეგხვდებით. კარგად. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.